გაგიზიაროთ ახლა სიუჟეტი აბიტურიენტებისთვის ღიაკარის დღეზე, რომელიც უნივერსიტეტმა ჯიპამ მოაწყო, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ ახალგაზრდას საშუალება ჰქონდა უნივერსიტეტის საბაკალავრო და პროფესიული პროგრამების შესახებ მეტი ინფორმაცია მიეღოთ. სტუდენტები პირადად გაესაუბრნენ პროგრამის ხელმძღვანელებს, კოორდინატორებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. მომავალი სტუდენტების აქტივობიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯიპას ღიაკარის დღე საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და უფრო მეტ დეტალს თემაზე უკვე სიუჟეტიდან შეიტყობთ და რამდენიმე წუთში უკვე სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით სტუდიიდან. პროფესიის არჩევა ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპია. სწორედ ამ დროს მიღებული გადაწყვეტილება ახალი პერსპექტივებისკენ ხსნის გზას. ამიტომ პროცესში სანდო სწორი რჩევები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რჩეველის ფუნქცია უნივერსიტეტმა ჯიპამ შეითავსა და მომავალ სტუდენტებს ღიაკარის დღეზე უმასპინძლა. ახალგაზრდებმა საბაკალავრო თუ პროფესიული პროგრამების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს და უნივერსიტეტის შეთავაზებებს გაეცნა. მეგობრულ გარემოში აკადემიურმა გუნდმა აბიტურიენტების ყველა კითხვას უპასუხა. აბიტურიენტებმა გაიგეს ყველა იმ შესაძლებლობის შესახებ, რომელსაც ჯიპა თავის სტუდენტებს, მათ შორის ქვეყნის საზღვრებს გარეთ სთავაზობს. ჯიპაში ჩატარდა ღიაკარის დღე, რომლის ფარგლებშიც აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ჯიპას 3 წლიან საბაკალავრო პროგრამებს. აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში აბიტურიენტები გაეცნენ ასევე ჯიპას სწავლის თანადაფინანსების ახალ სისტემას, რომელიც ჯიპას ფონდის სახელით არის წარმოდგენილი. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ჯიპას აკავშირებს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა და ყოველი წლის განმავლობაში სტუდენტს შესაძლებლობა აქვს გაცვლითი პროგრამით ისარგებლოს ასე მეტ უნივერსიტეტთან. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჯიპაში სტუდენტური ცხოვრება ძალიან აქტიური არის და დღევანდელი შეხვედრის განმავლობაში აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ სტუდენტებთან ერთად ჩართულიყვნენ სხვადასხვა აქტივობაში. პროგრამების ხელმძღვანელები, კოორდინატორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები თითოეულ დაინტერესებულ ახალგაზრდას პირადად გაესაუბრნენ. ჯიპა სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა კი აბიტურიენტებს მათი გამოცდილების და სტუდენტური ცხოვრების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს. ღიაკარის დღე, რომლის ორგანიზებასაც ჯიპა განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება, ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა იმისთვის, რომ აბიტურიენტებმა საკუთარი პოტენციური ჯგუფელები წინასწარ გაიცნონ და სტუდენტობისკენ მიმავალი გზა უფრო გაიმარტივონ. ჯიპათი დავინტერესდი TikTok გვერდიდან, შემხვდა ძალიან სახალისო ვიდეოები და მივხვდი რომ რაღაც ძალიან მეგობრული გარემო იყო. მე გავეცანი ინფორმაციას, რომ აქ საერთოდ ძალიან ბევრი გაცვლითი პროგრამა იყო და ეს ჩემთვის მთავარი პრიორიტეტია და ძალიან ბევრ ქვეყანასთან თანამშრომლობს ეს უნივერსიტეტი. ასევე გაეროში მონაწილეობდი და გაეროსთანაც ჰქონდათ შეხვედრა ჯიპას და აქედან ძალიან საინტერესო გამოჩნდა ეს ყველაფერი და მოვედი, გავეცანი ყველაფერს, დამხვდა ძალიან მეგობრული გარემო და დაინტერესებული ვარ ამ უნივერსიტეტით მომავალშიც. ჯიპათი დავინტერესდი ჩემი მასწავლებლის გამო, რომელიც ლექტორი არის ჯიპაში. მაინტერესებდა როგორ ასწავლიდნენ ფაკულტეტები, როგორ იყო შინაგანი ინტერიერი საერთოდ ჯიპაში და ძალიან ამომწურავი ინფორმაცია მივიღე. მაინტერესებდა ბიზნეს ადმინისტრების ფაკულტეტი და ასევე სხვა ფაკულტეტებზეც მივიღე ამომწურავი ინფორმაცია. ჯიპას ღიაკარის დღემ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. უნივერსიტეტის გადატვირთული ეზომ, თითოეულ მაგიდასთან ჯგუფ-ჯგუფად შეკრებილი მომავალი სტუდენტები, დისკუსიები, შეკითხვები. ყველაფერი ეს დასტურია იმისა, რომ ახალგაზრდები ჯიპას განათლების გზაზე მთავარ მეგზურად ირჩევენ. ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ჩვენთვის, იმიტომ რომ არაერთი აბიტურიენტი გვეწვია. დღესდღეობით ადგილზე პროგრამის კოორდინატორებმა, ლექტორებმა, პროგრამის ხელმძღვანელებმა აბიტურიენტებს გააცნეს ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მათ დაეხმარებათ მომავალი პროფესიის არჩევაში. ჯიპა უკვე 30 წელია მუდმივად ცდილობს, რომ ბაზარზე იყოს კონკურენტული და სწორედ ასეთი ტიპის პროგრამები დანერგოს და განავითაროს, რასაც ადასტურებს დღეს მოსული აბიტურიენტების რაოდენობაც. ჯიპას ღიაკარის დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ინფორმირებული და გააზრებული არჩევანი წარმატებული სტუდენტური ცხოვრების მთავარი საწინდარია. ინტერაქციული შეხვედრებისა და კამპუსის გაცნობის შემდეგ აბიტურიენტებმა უნივერსიტეტი მკაფიო მიზნებითა და ამაღლებული მოტივაციით დატოვეს. ახლა მათ წინაშე ერთიანი ეროვნული გამოცდებია, რომლის წარმატებით ჩაბარების შემდეგაც ღიაკარის დღეს უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილი ახალგაზრდების დიდი ნაწილი შემოდგომაზე ამავე სივრცეს უკვე სრულუფლებიანი სტუდენტის სტატუსით დაუბრუნდება.
ბრუნდებით სტუდიიდან და როგორც სიუჟეტში იხილეთ, აბიტურიენტების მხრიდან ინტერესი საკმაოდ მაღალი არის, რაც ადასტურებს ხარისხიან განათლებაზე უფრო მზარდ მოთხოვნას. უფრო ვრცლად კი იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც ჯიპა მომავალ სტუდენტებს თავაზობს, ახლა უკვე სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. თედო სანიკიძე, ჯიპას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შემოუერთდა საქმე ინდილას სტუდიას. დილამშვიდობისა თედო. მოგესალმებით. მადლობა ბრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. მეტი მინდა დასაწყისში მოვუყვეთ ჩვენს მაყურებლებს 30 წლიანი ისტორია, რამდენადაც შეგვიძლია რომ მოკლედ შევაჯამოთ იმ ინსტიტუციაზე, რომელიც არის ერთ-ერთი წარმატებული და მზარდი საგანმანათლებლო სექტორში. მართალი ბრძანდებით, ჯიპამ შარშან 30 წლიან ნიშნულს უკვე გადააბიჯა და ეს პერიოდი პრინციპში იყო ზრდის განვითარების, გამრავალფეროვნების ჩვენი პროგრამების. დღეს მდგომარეობით უკვე ჯიპაში დაახლოებით 30-მდე პროგრამა არის, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო, სადოქტორო საფეხურზეც. ასევე ჯიპა წარმოდგენილია უმაღლესი პროფესიული განათლების საფეხურზე და გვაქვს მოკლევადიანი ტრენინგ კურსები, კარიერის სხვადასხვა ეტაპზე მყოფი პროფესიონალებისთვის, სადაც გადამზადების კარგი შესაძლებლობა აქვს ჩვენს მსმენელებს. პრინციპში ჯიპა ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად იყო და რჩება ისეთ ორგანიზაციად, რომელიც ცდილობს მუდმივად ახალი სიახლე ინოვაციური პროგრამები შემოიტანოს და პირველივე პროგრამა, რითაც ჯიპა შეიქმნა, საჯარო ადმინისტრირების მიმართულება იყო პირველი საქართველოში 90-იან წლებში, როცა ყველაზე ინოვატორი ინსტიტუცია არის. როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდა ამ განათლების ადამიანები ქვეყანაში და ამის შემდგომ სულ ასე გაგრძელდა. იქნებოდა ეს ჟურნალისტიკის სფერო, სადაც ჟურნალისტიკის პროგრამა განმავითარეთ, არა მარტო ქართველი, ასევე ჩვენი სომეხი და აზერბაიჯანელი მეგობრები ერთად სწავლობდნენ ამ პროგრამაზე. სამართლის მიმართულებით საერთაშორისო სამართლის პროგრამა მახსენდება, მაგალითად ადგილობრივი თვითმმართველობა და ასე შემდეგ. და დღესაც მაგალითად და ასევე პროფესიული მიმართულებაც კი, მაგალითად შრომის უსაფრთხოების უმაღლესი პროფესიული პროგრამა პირველად ჯიპამ შექმნა საქართველოში. და ეს მოგეხსენება რამდენად მნიშვნელოვანი პროგრამაა მშენებლობის სფეროში და ასე შემდეგ და შემდგომ გავრცელდა. და დღესაც მაგალითად შემეძლია მოვიყვანო დუალური სისტემის ინტეგრირება აკადემიურ პროგრამებში. უკვე გარკვეული პერიოდია ბიზნესის ადმინისტრების საბაკალავრო პროგრამაზე მაგალითად დანერგილია და დუალური პროგრამა პრინციპში მარტივად რომ თქვა ნიშნავს, რომ სტუდენტს შესაძლებლობა აქვს, რომ სწავლის პროცესშივე დასაქმდეს, როგორც ნაწილი ამ საგანმანათლებლო პროგრამის ანაზღაურებად პოზიციაზე, ამაში კრედიტიც მიიღოს და სწავლის ბოლოს უკვე გამოცდილებით დაასრულოს უნივერსიტეტში სწავლა. ამავე მოდელზე აიგო მაგალითისთვის ციფრული მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამა, რომელიც წელს პირველად ჩაიშვება მაგალითად ჯიპას მიერ, პირველად შევთავაზეთ და სხვათა შორის ჩვენმა ღია კარის დღემ ამ პროგრამის მიმართ დაადასტურა მაღალი ინტერესი აბიტურიენტებისგან. როგორ ჩაიარა თვითონ ღია კარის დღე მოლოდინს გადააჭარბა აბიტურიენტების რაოდენობით და დაინტერესებული ახალგაზრდების? ვიტყოდი რომ ძალიან წარმატებულად ჩაიარა. მოლოდინს ალბათ გადააჭარბა, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი იყო დაინტერესებული და ცხადია უნივერსიტეტის მხრიდანაც საკმაოდ კარგად იყო მომზადებული და ორგანიზებული პროცესი და პრინციპში ჩვენთან ყოველთვის ღია კარის დღეა და ნებისმიერ დაინტერესებულს ვიწევთ მობრძანდნენ და გაეცნონ ინტერესის შემთხვევაში. თედო დღეს რა დომინირებს ადგილობრივ და საერთაშორისო აბიტურიენტების ინტერესებს შორის? ერთია ჯიპას მართლა გამორჩეულად დიდარი ტრადიციული მიმართულებები, რომელმაც თაობები გამოზარდა და აქცია პროფესიონალ მმართველებად, იქნება ეს საჯარო თუ კერძო სექტორი, მაგრამ ეს სვლადი ბაზარია. სვლადია მოთხოვნებიდან გამომდინარე, რომელიც ასევე არსებობს საჯარო სექტორში და კერძო სექტორში თქვენ ნაწილობრივ ახსენეთ კიდეც, თუნდაც იგივე შრომის უსაფრთხოების თემა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია დღეს საქართველოში. დღეს ახდება ჯიპაში, სად არის გამორჩეულად ინტერესი? ბოლო პერიოდისგან ნამდვილად იცვლება ბიზნესის ადმინისტრირება და სამართალი, ისე როგორც საერთაშორისო სტაბილურად ინარჩუნებენ ინტერესს. თუმცა ბოლო პერიოდში წეგანაც ვახსენე ციფრული მარკეტინგის მიმართულება, რომელიც წელს ჩავუშვით. ჩვენი ბოლო კვლევები და დაკვირვებები აჩვენებს ახლა ამ მიმართულებით განსაკუთრებულ ინტერესს, იმიტომ რომ ჩვენ აქამდეც გქონდა და გვაქვს ძალიან წარმატებული პროგრამა ციფრული მედია და კომუნიკაციები ჯიპაში, რაც თითქმის ყოველთვის იმდენად მოთხოვნადია, რომ კონკურსები საკმაოდ დიდი არის პროგრამებს.
ჯიპა, რომელიც მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული არის იმ ნაწილში, რომ გამოწვევებს ყოველთვის პასუხობდა რაღაცა ახალი შესაძლებლობებით. წელს ბევრი სიახლე აქვს ჯიპას, თუმცა იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც დღეს ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში არსებობს, რაც ახალი რეალობის წინაშე დადგა ეს ინდუსტრია. ამ შემთხვევაში როგორ პასუხობს ჯიპა, რა სიახლე შეგიძლიათ რომ შესთავაზოთ იმ მომავალ სტუდენტებს, რაც დაფინანსებასთან არის დაკავშირებული და შემდეგ უკვე დაფინანსების ნაწილში განათლების უფრო მეტად მხარდაჭერაზე. პირველ რიგში უნდა ხაზი გაუსვა ალბათ იმას, რომ ჯიპა არის არაკომერციული ორგანიზაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ სრული შემოსავალი, რასაც უნივერსიტეტი სხვადასხვა წყაროებიდან იღებს, იხარჯება ისევ განათლებაში, იქნება ეს საუნივერსიტეტო ზოგადი განვითარება თუ სტუდენტთა სწავლის დაფინანსების სხვადასხვა მეთოდები. ასევე დასაწყისშივე ამ ნაწილში მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ წელს ჯიპას წინა წელთან შედარებით არც ერთ საბაკალავრო პროგრამაზე მიღება, არც ერთ პროგრამაზე სწავლის საფასური არ გაუწრდია. მიუხედავად გრანტების შეზღუდვისა, დიახ, ფიქრობ უფრო მეტად ამის გამო, რომ მეტიც ჩვენ შემხედრი ნაბიჯი გადავდგით მიმდინარე რეფორმის გათვალისწინებით, რამდენადაც სახელმწიფო გრანტი მომავალი წლიდან, მიმდინარე წლიდან აღარ იქნება, დავაფუძნეთ ჯიპას ფონდი, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა დაფინანსების შესაძლებლობებს ვაძლევთ ჩვენს იმ სტუდენტებს, რომლებიც წელს ჩაირიცხებიან და იმ სტუდენტებს, რომლებიც უკვე ჩვენთან სწავლობენ და მაღალ კურსებზე არიან. ფონდი ამოქმედება შემოდგომიდან, სექტემბრიდან უკვე. ფონდის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე და დაინტერესებულ მაყურებელს ვურჩევდი, რომ დეტალებს იქ გაეცნოს. ძალიან მოკლედ ვიტყვი იმას, რომ მაგალითად 2000 და მეტი სკალირებული ქულის მქონე აბიტურიენტებს, ეს არის ის ქულა, რომლის ზემოთაც უკვე ჩვენთან გრანტის მქონე სტუდენტები მოდიოდნენ. ჯიპას ყველა პროგრამაზე, საბაკალავროზე ექნება პირველ წელს მინიმუმ 1000 ლარიანი დაფინანსება ამ ფონდიდან და ეს არის ჩვენი შეთავაზება ნიჭიერი სტუდენტებისთვის, რომ შესაძლებლობა მეტი გქონდეთ ჯიპაში ჩაბარების და მოტივაცია. ასევე მეორე მიმართულება რიგ პროგრამებზე არის პირველ ნომრად, პირველ პრიორიტეტად მონიშნის შემთხვევაში, ასევე 1000 ლარიანი ფასტეკლება ექნება პირველ წელს ჩვენ სტუდენტებს, ვინც ჩააბარებს. თუმცა ის ნიშნული არ შეცვლილა, ხო? გრანტის მიღების ამ შემთხვევაში, რაც ისედაც ჰქონდა სახელმწიფო გრანტის შემთხვევაში სტუდენტს მიიღო. პირველ ნაწილში სწორედ გრანტის ჩანაცვლების მცდელობაა ჩვენი მხრიდან, ამ ნიშნული შენარჩუნება, ხოლო მეორე ნაწილში პრიორიტეტად მონიშნის შემთხვევაში ცხადია, მხოლოდ პრიორიტეტად მონიშნაც კმარა იმისთვის, რომ ჯიპას ფონდიდან დაფინანსება მიიღოს. ეს არის ჯიპას საუნივერსიტეტო ფონდი, რომელიც სექტემბრიდან უკვე ძალაშია? სექტემბრიდან ძალაშია და ერთს დავამატებ, რომ ეს არის თქვენს ეთერსაც გამოვიყენებ იმისთვის, რომ ეს არის ასევე შეთავაზება კერძო სექტორისთვის, სხვადასხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის, რომ ამ ფონდის მეშვეობით შესაძლებელია უკვე რომ გახდნენ დაფინანსების ავტორები, სტუდენტების, ცხადია ფონდის საქმიანობა იქნება სრულად გამჭვირვალე და შეუძლიათ ჩარიცხონ თანხა ამ ფონდში და შემდგომ და სხვა კერძო ბიზნესებს შეუძლიათ საუნივერსიტეტო ფონდით დააფინანსონ სტუდენტების განათლება. დიახ და ვისურვებთ რომ ასეც იყოს. მე ერთს დავამატებ, რომ გუშინ როცა ვემზადებოდი თქვენთან შეხვედრისთვის, ამ საუნივერსიტეტო ფონდის მიზნობრიობა ცდება, მხოლოდ სტუდენტების მხარდაჭერას შეიძლება იყოს უმთავრესი, მაგრამ ბიზნეს საზოგადოებას ვიცი, რომ ასევე ძალიან აინტერესებს კვლევის მიმართულებები და სპეციალური საუნივერსიტეტო კლუბები, რომელიც ასევე არის ამ ფონდის მიზნობრიობაში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს თემა კიდევ დამატებითი მიზიდულობის ცენტრში შექმნის, რომ ფონდში გაერთიანდნენ. მოხარული ვიქნებით. თედო სანიკიძე, ქალბატონებო და ბატონებო, ჯიპას ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მასპინძლობდით და მადლობა მას მობრძანებისთვის და წარმატებები ჯიპას.